თუ შემოგრჩათ მოხარშული ან გამომცხვარი გოგრა და არიზით რა უქნათ, მინდა შემოგთავაზოთ ასეთი უფაფუკესი და უგემრიელესი დესერტი. ამისთვის დაგჭირდებათ 3 ცალი კვერცხი გატეხოთ მიქსერის თასში, კარგად გათქვიფეთ და ნელ-ნელად დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი. ამოიყვანეთ სანამ არ გათეთრდება, დაუმატეთ 1 პაკეტი ვანილი და 1 ჩაის kovzi დარიჩინი, 1 ბანკა მაწონი, სოდა ძმრით და კარგად ჩაჭყლეტილი წინასწარ მოხარშული ან გამომცხვარი გოგრა, სადღაც 4-5 ნაჭერი გამოვიყენე. ნელ-ნელად დაუმატეთ 4 ჭიქა ფქვილი, იგივე ზომის ჭიქა გამოვიყენე, როგორც შაქარი, ნახევარი ყავის ჭიქა ზეთი, მე ზეითუნის ზეთი გამოვიყენე. ფორმა დაზეთეთ და მოაყარეთ ფქვილი, რომ კექსმა არ მიიკრას. მომზადებული მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე საათი და 10 წუთის მანძილზე. როდესაც ცოტა შეგრილდება, გადმოიტანეთ ფორმიდან. როცა ოთახის ტემპერატურაზე მივა, შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით.